ტიკუნესა და ღმუილი ისმოდა რა. როგორც ემდნენ, გასმენინებდნენ. კი, გვასმენინებდნენ. მაგრამ მე რო ერთს კაც დაემართა, უკვე აღარ დაიწყეს რა, მეტი ჩვენი ესეც რომ კიდე რამე არ მოხდესო. და მანამდე გამოიძახეს ავტობუსი თბილისიდან. სამხედრო ავტობუსი იყო, შეყვარეს მე ყველანი და დაღამებისას ჩამოვედით, უკვე ბინდი იყო და გავგანაწილეს მე-6-ე, მე-7-ე, მე-8-ე სართულებზე. თავარ სამართლოში. ქალაქის თბილისის თავარ სამართლოში გავგანაწილეს და იქ იყო დავინახე, მაშინ ვნახე 26 მაისს დაჭერილი ხალხი და მიყვანილი და იქ ვინ ნახეთ კონკრეტულად? პოლზე იყარენ რა ბიჭები რა. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ხო დავინახე და ჩვენ რუსთაველის გამზირიდან მიყვანილი წამოყვანილები დასისხლენებული და ყველა ვინც გაივლიდა და გამოვიდა პოლიციელი ეჭირა ეს თეთრი ის რო არის პლასმასის ჯოხები წყლის ტრუბების რო ეძახით რა მაგენ და ის თავის დრინებით და გვირტყავდნენ და მაშინ გავიგე პირველად სიტყვა ბელაჩაო რა ახლა ნახეთ თქვენი ბელაჩაო ვიკითხები ამას ნაცნობს მეთქი რა ბელაჩაოს ყვირიან რა უნდათ ამათ ჩვენგან რაგი არა 26 მაისს ხო ვიცოდი და შემიყვანეს მე კაბინეტში გამომძიებელთან ერთი გოგო იყო ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო იმის სახეს ადამავიწყებს და მთხოვენ რომ ხელი მოაწერე აღიარებით ჩვენებას რა ვაღიარო მე უთხარი და ესეთი რამე შემომითხრეს მეუფეიობი და საპატრიარქო იარაღს გაძლევდათო და უნდა დახმარებოდით 26 მაისის მიტინგსო მე უთხარის გაგიჟდით საერთოდ არა რას ლაპარაკობთ რაღაცა და უკინდან ვიღაც ცოტა ისეთი ის იყო რა სპეცნაზელი აღარ იყო მაგრამ მაგარი ძლიერი პოლიციელი იყო სიმო და უკინდან რომ ჩამცხო როგორაც გელაპარაკებიან დაწერო და არ მოვაწერე ხელი რა მაგრამ უკვე ცუდათავარ რა იმ ცემებისგან იმდენ ხანს ცემეს იქ სამართველოში რომ გული მიგდის და ეხვეთები წყალი დამალევინე და წამალი მომეცით რა რამე გულის რა ცუდათავარ შეიძლება წავიქცე არც მაგას არ აკეთებდნენ მაპატეთ აი გაყვანა რო ყოფილიყოს გაყვანა საპირფარეშოში იმასაც არ აკეთებდნენ ისეთ ცუდ დღეში ვიყავით იქ თვითონ სამართველოში გვაწამე პირდაპირ მომთხოვეს რა თქვი დაადე ხელი მე და გიშვებთო ამას თუ იტყვი გიშებთო გაგიშვებთო საერთოდ უარი როცა განაცხადეთ რა მოხვა ამას შემდეგ ცემა ტყეპა და ჩემ ოჯახში წავიდა ეს გამომძიებელი წაიღო წამალი ქონდა გახსნილი ჯიბეში თო დავინახე რა ეხა მაისის თვე არის და საროჭკაშია და ტყვიები ნახე რამხელას როგს მოგცევთ ჩენო ტყვიები და ის წაიღო სპეციალურად რა ნარკოტიკული საშუალება სახში უნდა ეხა ჩემმა კი არ იცოდე რომ მე დაჭერილი ვიყავი და რამე მე გაიგეს მე საერთოდ არ იყო მივიდე რამე და უბრალოდ ვერ მოახერხა დადება იმიტომ რომ ოჯახის წევრები ვინც იყვნენ დედაჩემი მამაჩემი ჩემი და იმემა და კიდე ნათესავები შემოვიდა რომ დაინახე საერთოდ პოლიციასთან მე შეხება არ ამქონია ისეთი რომ აი დაჭერილი ყოფილიყავი რა სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის და ისეთი რაღაც ხო და საერთოდ მუშაობდი და ისეთი რაღაცეები რა რომ მე პოლიციას არ მქონდა კონფლიქტი არასდროს არ მქონდა პოლიციასთან კანონთან არაფერი დარღვევა არ ამაქვს გაკეთებული პირიქით კანონმა დაარღვია ყველაფერი კანონი მაშინდელი უკანონო კანონებმა დაარღვიეს ყველაფერი ჩემი უფლება მივიდნენ ოჯახში მაგრამ დადება ვერ მოახერხეს მოვიდა ესო და იმ გაბრაზებულზე რო ვერ დადო მაგრამ დამარტყა რა სამჯერ რა ისეთი მწარე დამარტყა ის ჯოხი დრინი ხელი შენზე არ გავისურიო შესამშობლოს მოყალატეო და დრინი ჩამარტყა გოგო იყო იქ კიდე მეორე გამომძიებელი ახალგაზრდა გოგო იყო როგორ მახსოვს მეუბნებოდი შეერაღას მერჩი რატო გინდა რომ მე მცემონ გოგო ხარ ქალი ხარ შვილები გეყოლება ან თუ ყავს სახში როგორ უნდა მიხვიდე ხო იცი რომ უდანაშაულო კაცი ვარ მოყვანილი მე კარცერში იმაში არ მოგწეს არაფერი და იმაში ჩამეყვანეს რა კარცერია თუ რაც ქვია პირველ დაკავების იზოლატორში სამართველოში და იქ მე დავინახე რომ რამაზ ღვალაძე მოხდა ჩემთან კამერაში გაიყვანეს რამაზ ღვალაძე იქიდან მოიყვანეს 1-4-5 საათის შემდეგ და დამწვარი ქონდა ხელები და ფეხები იმაზე შემაერთეს დენზეო მე ვთხარი როგორ გააკეთეს დენზე აღიარებას ითხოვდენო რა მე ვთხარი არავდა აბა თუ არავდა აი მოდული შენობა კუდი სადაც იჯდა ეს ახალაიების
ორგანიზაცია რო იყო რა, არა სახელმწიფო რა. მოდული, კი ბატონო. მაგ ორგანიზაციაში ეს რამაზ ღვალაძე აწამეს ხელები და ცოცხალია ბატონი რამაზი. კი, ცოცხალია, დიახ. ცოცხალია ღვთისწყალობით ყველა. ორი კაცი დაგვაყდა მარტო იქ ჩვენ დაჭერილებზე ვინც არიან. ერთი ჯემალ გუნდიშვილი, ისა ჯემალ სურამელაშვილი, გუნდიშვილი კარგად იყოს იმ და მეორე ეს ცამბაია თემური. სიმსიმინე ვინც აიგი. მე ვამბობ და კიდევ ვიტყვი. ისეთი წამება მე არ მინახია გესტაპოს კინოებს რო იღებდნენ ძველად და გესტაპოს ციხეებში რო აწამებდნენ, იმაზე შაშინელება, პროსტო ეხლა მის ფჩხილები არ ამაძვრეს რა. თორე დანარჩენი რაც იყო გასაკეთებელი ცემის ამბავში და სულ ცემდნენ რა. ერთი ოფიცერი გადამეკიდა მეუნება, კიდე თუ რა ჩემი ადგილი გინდოდა შენო აქ რა შენი ადგილი ბიჭო, ამდენი წლისა ვარ ადგილი მომდომოდა ლეიტენანტი ვიქნებოდი ამ ხელაკაცი მევთხარი. ძალიან საშინელი ბატონო ზაზად, ცემის და წამება ვერჯერ ახსენეთ ეს სიტყვები. რო აგვიღწეროთ, აი გნებავთ გლდანის საპყრობილეში, გნებავთ სამართლოში რა სამართლოში. გცემეს რა, როგორც საჭიროა გცემეს და რას ნიშნავს გცემეს როგორც საჭიროა? აი როგორც იცოდნენ ამემა რა, დიდი დრინებით გცემეს და თან მიძახოდნენ ბელაჩაო და ეს ბელაჩაო არ ვიცოდი რა იყო და მე მაყურები ეს ბელაჩაოზე რა ის რო ყიროდნენ იქ თუ აი ის იყო ჩართული მიტინგზე იყო ჩართული ხო ჩართული ეს სიმღერა ყოფილა მიტინგზე და არც ვიცოდი ეს ბელაჩაო არც მომისმენია პირველად მაგემა მომასმენინეს ბელაჩაო ხო და წაგვიყვანეს რა იმ სამართლიდან უცებ გაგვასამართლეს 15 წუთში გაგვასამართლეს და მოგვისაჯეს ორთვიანი პატიმრობა ყველას 15 წუთში